განწყობა ძალიან კარგია, დადებითია, სხვანაირად არ შეიძლება რომ იყოს, იმიტომ რომ იმყოფებით ევროპის ჩემპიონატზე. თამაშობ ძალიან მაღალი დონის თამაშებს და პლუს ამას ემატება ის ფაქტი, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურების წინ გვაქვს რეალური შანსი ჩვენს თავზე ვართ დამოკიდებული, რომ კიდევ ერთხელ გავახაროთ და გავაკეთოთ დიდი საქმე ჩვენი ქვეყნისთვის და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი. ამ ნაკრებმა ბევრი რამე დაამტკიცა, ამ ნაკრებმა დაამტკიცა კიდევ ის, რომ მიუხედავად ხვალინდელი ანგარიშისა, ეს ნაკრები, ეს გუნდი უკვე შედგა როგორც ერთ-ერთი წარმატებული ზოგადად ახალგაზრდული ნაკრებების ისტორიაში, ისევე როგორც წინა თაობა იყო წარმატებული, ესევე ანალოგიურია ამ შემთხვევაშიც, რაც შეეხება უკვე თქვენს კითხვას, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ხვალ და ამ ურთულეს თამაში დავაფიქსიროთ ის შედეგი, რომელიც ჩვენ გვჭირდება, ამისთვის ყველაფერი გაკეთდება, ამაში დარწმუნებული ვარ და აქედანაც მინდა მოვუწოდო ბიჭებს ჩემს გუნდს, რომ არ ვიცი რა ანგარიში მორჩება, მაგრამ ერთი ვიცი, რომ უნდა ვნახო მოედანზე ის გუნდი, რომელიც ბოლო 2 წელნახევრის განმავლობაში ჩვენ ყავდა, ის გუნდი, რომელიც და ის სტილი და ის ფილოსოფია და ის მენტალური მდგომარეობა, რომელიც ჩვენ სულ ქონდა, აი ეს მინდა ვიხილო მე ხვალ, როგორც თავარომაცნელმა, ამისთვის ყველაფერი კეთდება და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გავიღებთ, დანარჩენი ყველაფერი ხვალ გამოჩნდება. ერთობლიობა ძალიან ბევრი კომპონენტი, სუფთა საფეხბურთო, სუფთა ტაქტიკური, ასევე ფსიქოლოგიური და ყველაზე მთავარი მაინც ამ შემთხვევაში ეს არის რწმენა, რომელიც საკმაოდ ჭარბად არის ჩემს ფეხბურთელებში, რომელსაც პირველივე დღიდან უნერგავთ ნებისმიერ ფეხბურთელს, რომელიც პირველად მოვა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების რიგებში და ეს რწმენა უკვე გვაძლევს იმის საფუძველს და იმის საშუალებას, რომ ის ყველაფერი, რაც თქვენ აღნიშნეთ, უკვე პროცესში ისე გამოვასწოროთ, ან ყოფილა შემთხვევები რომ ვერ ვასწოროთ, მაგრამ კარგია რომ საერთო ჯამში ეს ყველაფერი მაინც ისე მუშაობს, რომ ძალიან ბევრი მევარდარი მოვიგეთ. ასე რომ მაინც წვენას დავასახელებდი და იმ მომზადებას ფსიქოლოგიურს პირველ რიგში, რომელიც ძალიან მაღალ დონეზეა ჩვენთან. პორტუგალიის მოსაგებად მოედანზე გასვლა გასაკვირი ნამდვილად არ არის, ეს არ ახალია ჩვენთვის, მაგრამ ჩვენი სურვილიც და ჩვენი ჩანაფიქრიც იგივეა, რეალურად სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენ უკან დასახები გზა არ გვაქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ პირველივე წუთიდან ყველაფერი და არაფერი ეს უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, ძალიან ბევრი დეტალი გვჭირდება იმისთვის სწორად გათვლილი, რომ ხვალ ჩვენ წარმატებას მივაღწიოთ. ზოგადად აი იგივე საფრანგეთის თამაში რომ ავიღოთ, თქვენ ახსენეთ, რომ ორი განსხვავებული ემოცია იყო და გეთანხმებით. იყო ორი განსხვავებული ემოცია, ჩვენ თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ფაქტურად გასული ვიყავით ჯგუფიდან და აქ მარტო ჯგუფიდან გასვლაზეც არ არის საუბარი. აქ არის საუბარი ძალიან დიდ ისტორიულ შედეგზე, რომელსაც ჩვენ მივიღებდით. თუმცა კიდევ ერთხელ მივაყრებ, ეს ფეხბურთია, ყველაფერი ხდება, საკმაოდ დეტალურად გავაანალიზეთ ზუსტად ის ბოლო წუთები, რაც მოხდა უკვე საფრანგეთთან თამაში. ქონდა ამაზე დილით უკვე საუბარი ბიჭებთან. წვრთნელებს ერთმანეთში, ყველაფერი გაიგო, ყველაფერი იცის, ერთადერთი იგივეს გამომევარდები, რომ ველოდები ხვალ უკვე თამაშზე იმ დადებით ემოციას, რომელიც ჩვენ გამოყვა საფრანგეთის თამაშიდან, იმიტომ რომ მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს. ჩვენ თუ მეორე მხრიდან შევხედავთ უკვე საფრანგეთის ნაკრებთან თამაშს და ზოგადად იმ სიტუაციას, რაც მთლიანად ჩვენს გარშემო ხდება ბოლო წლების განმავლობაში და ამ კუთხით შევხედავთ ამ ყველაფერს, მერწმუნეთ, რომ ამ კუთხით დადებითის და კარგის მეც ვერავინ ვერაფერს ვერ იტყვის. თუ ვინმე სხვანაირად ფიქრობს, აქვე ვარ და შეგვიძლია რომ ამაზეც ვისაუბროთ, მაგრამ ვინც აქ არ არის და ესე ფიქრობს, ის უბრალოდ ვერ ხედავს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ძალიან დიდი სამუშაო არის გაკეთებული, სამუშაო, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული, სტაბილურობა, რომელიც გვაქვს და იმედია, რომ ერთწყალობით ეს სტაბილურობა და იმ ხალხის შრომით, ვინც ვახსენე, ჩვენიც მათ შორის კიდევ გაგრძელდება, იმიტომ რომ ეს ჭირდება მთლიანად ქართულ ფეხბურთს, ეს უნდა აღვნიშნო აუცილებლად და ეს ჭირდება თაობებს, იმ თაობებს, რომლებიც ამ ბიჭების შემდეგ მოვლენ უკვე ნაკრებებში, იმიტომ რომ ეს არის ის რწმენა, ის მენტალიტეტი გამარჯვებული და ეს არის საფეხბურთო ისტორია ქვეყნის, რომელიც ამ დღეებში იწერებოდა შარშან ზაფხულში, იწერებოდა 2 წელს უკან ზაფხულში და ყველაზე მთავარი აქ არის, რომ აქავართ, კიდევ აქავართ და კიდევ ვაპირებთ, რომ ხშირად ჩამოვიდეთ ევროპის ჩემპიონატზე. საბას მდგომარეობა ფასდება ამ წუთებშიც რეალური სურათი უფრო გვექნება ხვალ და ხვალ გვექნება პასუხი თქვენს კითხვაზე, ითამაშებს თუ არა საბას სეზონში. გეთახმებით, ძალიან დიდი ძალა წავიდა, ვეცდებით რომ სწრაფად აღვდგინოთ, რეალურად დღესაც აღდგენის პროცესი მიდის. ყავს ფეხბურთელთა ჯგუფი, რომელიც ამ რიტმში თამაშს არ არის შეჩვეული, მაგრამ მერწმუნეთ, ხვალ ისეთი დღეა, რომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შევძლოთ ის, რომ დავივიწყოთ ყველაფერი, გვერდით გადავდოთ ყველაფერი, გადავახტეთ თუნდაც საკუთარ თავსაც, იმიტომ რომ დღეს ესეთი სურათი გვაქვს ჩვენთვის ნებისმიერი
ჩვენ თუ საუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ უნდა მოვუკვოთ ასეთი დონის გუნდებს, ეს ჩვენთვის ჯერჯერობით არის საკუთარ თავზე მაღლა ახტომა, ამიტომ კიდევ ერთხელ ვეცდებით, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ. სხვანაირი ხასიათით გამოდივართ, რაც ეს თავიდანვე იდო, ეს ხასიათი ამ ნაკრებში და ვფიქრობ, რომ ხვალაც იგივე იქნება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ხასიათი ვაჩვენოთ, რაც თავიდანვე ქონდა ამ ნაკრებს, ის ერთობა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიდეთ და ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა. რა თქმა უნდა, რთული არის ამ ინტენსივობით თამაში, მით უმეტეს ყოველ სამ დღეში. იგივე თამაშს ველოდებით ხვალაც, თუმცა მზად ვართ ჩვენ ამისთვის, მენტალურადაც, ფიზიკურადაც. და რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის დაშვებული შეცდომები და ხარვეზები, რაც გვქონდა წინა თამაში, გამოვასწოროთ, ვიცით მათი ძლიერი და სუსტი მხარეებიც და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველაფერს ვიზავთ, რომ ხვალინდელი თამაში მოვიგოთ და ჯგუფიდან გავიდეთ.